ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა თმის წვენასთან დაკავშირებით. თმის წვენას ბევრი სხვადასხვა მიზეზი გააჩნია და მე შევეცდები თითოეული მათგანი სხვადასხვა ვიდეოებში განვიხილო. მოდით დღეს შევეხოთ ორსულობის შემდგომ თმის წვენას. დედობა საოცრად ამაღელვებელი მდგომარეობაა, თუმცა ქალის ორგანიზმში, როგორც ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში ძალიან სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. პირველ რიგში ეს არის ის ჰორმონალური ფონი, რომელიც სრულიად გადალაგდება ხოლმე. ორსულობისას იმატებს ესტროგენების დონე მკვეთრად. ზოგადად თმის წვენას აქ თავისი ფიზიოლოგიური ციკლი. ანუ ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ჯერ აქტიურად იზრდება, ამოდის, რაღაცა პერიოდი გვააქეს თმის ღერები და მერე ცვივა. თითოეული ფოლიკული, ანუ საიდანაც იზრდება ეს თმის ღერი, დაპროგრამებულია რამოდენიმეჯერ ესე ამოსვლაზე. ეს გენეტიკურად არის ესე დაპროგრამებული. მოკლედ, ორსულობის პერიოდში ამ ესტროგენების ზეგავლენით ეს ცვენა, ანუ ფიზიოლოგიური ცვენა არ ხდება, შეჩერდება და ფაქტიურად ორსული შეამჩნევს, რომ ძალიან მოცულობითი უხდება ხოლმე თავისი თმები. მაგრამ სამაგიეროდ მშობიარობიდან 3-4 თვეში ყველა ის თმის ღერი, რომელიც ამ პერიოდში არ დასცვივდა, ერთბაშად იწყებს ჩამოვარდნას და ძალიან ესე მწვავედ აღიქვამენ ხოლმე ამას ახალი დედები. ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი და დაახლოებით 1 წლის თავზე ეს ამოსვლის და ცვენის ბალანსი როგორც წესი აღდგება და ისევ ნორმალიზდება ხოლმე. ანუ განგაშის მიზეზი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. თუმცა ეს არ ეხება ისეთ მდგომარეობებს, როდესაც გვაქვს გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი. მოდით ახლა ჩამოვთვალოთ ყველაზე ისეთი ხშირი მიზეზები ამ მხრივ. პირველ რიგში ეს არის რკინის დეფიციტი. რკინა ეს არის ის ნივთიერება, რომელიც აქტიურად მარაგდება ნაყოფში ბოლო 3 თვის განმავლობაში ორსულობის დროს. ანუ დედის ორგანიზმიდან გადადის ნაყოფში. ასევე მშობიარობის დროს სისხლის სახით იკარგება. ანუ რკინის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავრცელებული მიზეზია ამ დროს. მეორე მიზეზი ეს არის D ვიტამინის დეფიციტი. უნდა გამოვიკვლიოთ მისი დონე და ამ შემთხვევაში ამ დონის აღდგენა როგორც წესი ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად თმის წვენასაც გვიწესრიგებს. ასევე უნდა აღნიშნოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. აუცილებელია მისი გამოკვლევა და ამ ჰორმონების ნორმალიზებაც. კიდევ არსებობს ბევრი სხვა მიზეზი, თუმცა ეს 3 ყველაზე ხშირია და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვაწესრიგოთ ისინი. სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის აბსოლუტურად ფიზიოლოგიური პროცესი და დაახლოებით 1 წლისთვის ის მოგიწესრიგდებათ. იმედი მაქვს გაგარკვიეთ ორსულობის შემდგომი თმის წვენის არსში და შესაბამისი იქნება თქვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მე გახლავართ ცირა ქვარაია, ექიმი დერმატოლოგი და თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩემთან უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა.